წინ გვაქვს ძალიან დიდი ფინალი. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის მართლა რაღაც უზარმაზარი მასშტაბის ნამდვილად ეროვნული მნიშვნელობის შოუ, რომელიც ჩვენ შევქმენით და აი ეს უდიდესი საგანძური მივიტანეთ თითოეული ტელემაყურებლის გულთან. იმიტომ რომ არიცით როგორ გულშემატკივრობს ყველა ამ პროექტს. კი, ნამდვილად, მაგრამ ფინალმა ერთი კვირით გადაიწია ზუზუ, რადგან 15 ივნისს გაიმართება პარის სენ-ჟერმენის და მადრიდის ატლეტიკოს თამაში, სადაც ჩვენი ლეგიონერი ყველასათვის საყვარელი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და არხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს თამაში პირდაპირ ეთერში ეჩვენებინა და გაეხარებინა, რა თქმა უნდა, საკუთარი მაყურებელისთვის ესეც. ამიტომ ერთი კვირით გადაიწევს ფინალის, ესე იგი, ჩვენება, მაგრამ ეხლა სტუდიაში გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები და მინდა მივესალმოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, დავით ცინცაძე, პროექტი ხალხურის მუსიკალური კონსულტანტი და პროდიუსერი და გიორგი ასანიშვილი, მეგა შოუ ხალხურის წამყვანი. მეგა წამყვანი. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა დილონ შვიდობის, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები, ან ჩვენ ვართ თქვენი სტუმრები, ან თქვენ ხართ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა ამ სტუმრობისთვის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ხალხურის შესახებ, მაგრამ მე მინდა ქალბატონ თინას კითხო ორიოდეს სიტყვით მოგვიყვეს იმ დაგეგმილი სპორტული ღონისძიებების და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატების შესახებ, რასაც სპორტის მოყვარული პირველი არხის მაყურებელი იხილავს ჩვენს ეთერში. სიამოვნებით, მოგესალმებით, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ ამ ხრივ სატელევიზიო ნაწილს გულისხმობ, თუმცა ახლა უკვე როგორც თქვენ აღნიშნეთ, გვაქვს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი ეთერში, რომელიც სპორტის მოყვარულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც პირველად ტარდება ესეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ასპარეზობა, ახალია და ჩვენს არხზეც პრინციპში პრემიერა იქნება. რა თქმა უნდა, მთავარი мотиваცია იყო ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რა თქმა უნდა, თუმცა არა მარტო, იმიტომ რომ მართლა თანავარსკვლავედია ფეხბურთის და საუკეთესო კლუბების და 15-ში, სწორედ როგორც თქვით, საუკეთესო დროს არის მატჩი და ჩვენ დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი იქნება გულშემატკივარი და უგულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას, თუმცა ასევე ხალხურის ფინალი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ კარგი რამ მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდევ დრო, რომ საუკეთესოდ მოვემზადოთ ამ ფინალისთვის. მთელი კვირა დაგეგმილი გვაქვს გარკვეული აქტივობები იმისთვის, რომ მაყურებელმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალი მაყურებელი ყავს და ამაზეც ალბათ ვისაუბრებთ, კიდევ აიღოს ერთი დრო, ერთი სუნთქვა, რომ დაელოდოთ ნამდვილად ჯადოსნურ ფინალს. გადაჭარბებულად არ ვიტყვი, რომ ეს იყო ქართული ხალხური შემოქმედების ზეიმი, ეს არის და ამიტომ გვაქვს აი კიდევ დარჩენილი რამდენიმე დღე, რომ ასე შევიგრძნოთ და ჩვენი გუნდი აკეთებს ყველაფერს, რომ კი, რომ 22-ში გვექნება გრანდიოზული ფინალი, თუმცა მანამდე 22-მდე დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, რომ მაყურებელი მთლიანად, ესე იგი, შევიდეს ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მინდა რომ გავიაროთ აი ეს გზა თავისი დაუშვათ ექსპედიციებიდან ფინალამდე. აი რაღაცა შევაჯამოთ. თუ შეიძლება მაყურებელს. დილამ მშვიდობისა, მე მოკლედ გავაკეთებ ცირე ექსკურს, რამდენადაც არაშუა პროცესში, მაგრამ არც თუ თავში ჩავერთე პროექტის. რო თავში გადაწყდა ეს იდეა ბატონი ვასიკოსი იყო, იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ მაუწყებელმა თავისი მაქსიმუმი ჩადო რესურსისა იმაში, რასაც ქვია ქართული კულტურის, ეთნიკური კულტურის და ეროვნული ღირებულებების გამოღვიძების, გადარჩენის და მთელი საზოგადოება სხვანაირად ლაპარაკობს ხალხურ შემოქმედებაზე. ხალხური შემოქმედება ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ განელებულა და ყველა ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ახლა განსხვავებულად მოხდა ამის სხვა პიედესტალზე წარდგენა საზოგადოებისთვის. სივრცე არ დარჩა, სადაც ამაზე არ საუბრობდნენ. ჩვენ გქონდა ექსპედიციები, მოვიარეთ მთელი საქართველოს მაუწყებლის მთელი შემადგენლობით შეიძლება ითქვას წამყვანებიდან დაწყებული ეს ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ 4 საეთერო გადაცემის საშუალებით და შემდეგ დაიწყო კონკურსი და ეს მოიცავდა 300-მდე გუნდს, სიმღერისა და ცეკვის არაჩვეულებრივად გამორჩეულ გუნდებს და შევეცადეთ რომ ის გუნდები შეგვერჩია, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი პოტენციალი და მზაობა იმისა, რომ არ არის რთული
ხალხური შემოქმედების საკონკურსო ფორმატით ქცევა. და ამისთვის იმ ჯგუფს მინდა მადლობა გადაუხადო, რომლებიც სიხარულის ცრემლებით მუშაობდნენ პროექტზე. მთელი ამ სიტყვის პასუხისმგებლობით ვამბობ, ბედნიერების ცრემლები მოსდიოდათ, იმდენად ახალი რაღაცები იყო ხოლმე და არაერთხელ გვიხდებოდა ჟუანტელი რო დაგივლის ისე ხშირად, წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება იყო. წამყვანების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში და თვითონ ემოციური მდგომარეობაც, იმიტომ რომ ვუყურებ ხოლმე თქვენ როგორ ნერვიულობთ. მოვიკითხოთ ლიზა. ალბათ ძინავს ახლა, მაგრამ მოვიკითხოთ. გიორგი, რა სიტყვი შენი კუთხით? მე ნერვიულობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ თავარი რაც მე ამ პროექტით მივიღე არის თავიდან შემიყვარდა ხალხური მუსიკა, თამამად შემილია მithქვა, იმიტომ რომ კი ყოველას ბავშვობიდან ეს მოგდევს, რა თქმა უნდა გენებში გვაქვს, მაგრამ საერთოდ სხვანაირად შევხედე, იმიტომ რომ ადგილზე რო ჩავდიოდით და ხვდებოდით ამ ხალხს იმ გარემოში, იმ სიტუაციაში, სადაც მართლა ძალიან ბუნებრივია ეს ყველაფერი, საერთოდ სხვანაირად ჩანს იქიდან. დანახულის ხალხური მუსიკა და რაც თავარია ჩვენ ყველამ ერთად შევძელით რომ თანამედროვედ მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის ხალხური მუსიკა და არა რაღაც ძველებური მეთოდები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ და გულწრფელად რა თქმა უნდა ბევრი ბავშვი ძალიან ბევრი ბავშვი უყურებს და საერთოდ თანამედროვედ აღიქვამს ამ ყველაფერს რომ ანუ ყველა სეგმენტი ჩაერთო როგორც კი ეს იყო ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს იყო ამ პროექტში. დიახ, ნამდვილად ჩვენ წინა სიტყვაობაში ვახსენეთ, რომ ნამდვილად ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, ბატონო ვასილ. თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. ამ გადმოსახედიდან გამოვიდა ის, რაც იყო ჩაფიქრებული. გამოვიდა და კიდევ უფრო უკეთესი გამოვა, იმიტომ რომ ეს არა მარტო არხზეა გადაწყვეტილება, თვითონ საზოგადოებრივმა აზრი ჩამოყალიბდა, რომ ეს უნდა იყოს მუდმივი თანამდები და არა მხოლოდ ამ ტელევიზიაში. ეს არის ერთ-ერთი ის ფენომენი, ხალხური შემოქმედება, რაზეც ეფუძნება თვითონ საქართველოს იდეა. აი სამშობლოს რო საუბრობთ, სამშობლო რაღაცა ესეთი გაყენებული სიტყვა კი არ არის, ერთ-ერთი ეს არის ის შემადგენელი, რომ ადამიანი აღიქვამს არა მხოლოდ ტერიტორიისადმი, არამედ იმ ფენომენისადმი, სადაც ის ყალიბდება და მით უმეტეს, როდესაც ეს არის ძალის მომცემი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის, ისე კაცობრიობისათვის. ეს ხომ როგორც აი უთვალავი ფერით გვაქვს სამყარო, როცა ამობდა რუსთაველი, ეს ნიშნავს, რომ ყველა ერს, ყველა ადამიანს აქვს თავისი განუმეორებელი წვლილი შეაქვს ამ სოფლიო კულტურაში, სოფლიო ცივილიზაციაში. ეს ერთი. მეორე, ამ პროექტმა რომ მოწოდება დაიმსახურა, ეს არის ძალიან კარგი სიამდვილეში, ეს არის ის ნამდვილი, სადაც ის რომელსაც ადამიანები რისთვისაც ცხოვრობ შეიძლება. აი სხვა შორის ამბობს ეს მარადიულად სევდიანი ადამიანი, რომელიც გაძლევს კაცობრიობას, დონ კიხოტი რომ სანჩოს ეუბნება, რომ მე იმიტომ მოვედიო, რომ ამ რკინის საუკუნეში, ოქროს საუკუნე მოვიყვანო და ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს გვაქვს მიდრეკილება, რომ სურვილი გვაქვს, რომ ოქროს საუკუნეში, ოქროს გარემოში ვიცხოვროთ და მაგრამ ვახერხებთ იმას, რომ რკინის საუკუნეში ვიყოთ. ეხლა გარკვეულწილად ჩვენ ძალიან ბევრ ამბავს უთმობთ ყოველდღიურად, რომელიც მნიშვნელოვანი გონია და აი სიამდვილეში დრო რაც გადის და დაწმენდილია, ოქრო ეს არის. აი რო ქვიშა გადავა და გადმოვა და ის ოქრო, ეს ქვიშის გარეშე ეთყობა ცხოვრება არ გამოდის, მაგრამ ოქროც არ უნდა დავივიწყოთ ის ოქროს მარცვლები და მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს გადაწყვეტილია და ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე, როცა ჯერ ფიქრობდით რამდენიმე წლის წინ. რომ ეს განუყოფელი გახდება და კიდევ უფრო გავრცელდება. კიდევ უფრო განვითარდება. აქვე უნდა ვახსენო, რომ ამის ინსპირირება გარკვეულწილად ეს სულ იყო. ასაკურია იყო, ახლა ახალდეთ თაობას არ ახსოვს, ცნობილი 80-იან წლებში ბაში ფილარმონიაში იმართებოდა მაშინდელი სახით ის რაც მეგაშოუ იყო, ცნობილი ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი და ალექსი ჭინჭარაული უძღვებოდნენ ამას იმ სახით. იქ იყო ბევრი რამე, დრო შეიცვალა გარკვეულწილად რაღაცეები ისე ვეღარ შეიძლება ვერ ავწვდით, რაღაცეები შეიძლება განვითარდა, მაგრამ აი ეს უწყვეტობა უნდა იყოს. ჩვენ საერთოდ უნდა უწყვეტობა უნდა, ესე ვთქვათ, შევინარჩუნოთ ამ თემის მიმართ. ასევე მე დარწმუნებული ამაში უფრო ჩაერთვებიან რეგიონები, ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტები, ჩაერთვებიან ადამიანები, ინტერესი გაიზრდება და ეს ის შეჯიბრია, რომელშიც წაგებული არავინ არ იქნება და იქნება ყველა მოგებული.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს შთამომავლობას გადაეცემა, შეენახება, იმიტომ რომ არის სხვადასხვა კუთხეებში გაბნეული ეს მარგალიტები, რომელსაც ჩვენამდე მოსვლა ჭირდება და ზუსტად ეს პროექტია და მის შეგრძნება უნდა გქონდეს. და ქალბატონ ნიშნულოვანი რაც არის ჩავერთვები ხა ბატონი ვასილი თანამდებობით საუბრობს უფრო ამ პროექტმა საკმაოდ დიდი დრო დაიჭირა, იმიტომ რომ იდეიდან რომელიც ვასიკოს ეკუთვნის და რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამის განხორციელება ესე ადვილი არ არის. ახლა არის მოვიარეთ ექსპედიცია, კი, ეს ყველაფერი გაკეთდა და ძალიან დიდი შრომა ჩაიდო და რესურსი და ყოველთვის საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებაზე, რომელიც ახლაც აქტუალურია. ჩვენ გონია რომ თუ რამე არის საჭირო საკეთებელი ამ არხზე არის ესეთი პროექტები, იმიტომ არა რომ სიტყვა მეგა შოუს ჩემი აზრით არ უხდება ამ პროექტს. ეს უფრო მეტია, ვით ეს არის ფესტივალი, ეს არის ჩვენი იდენტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფორმით, ამიტომ დაგვჭირდა ბევრი დრო. ეს არის ძალიან დიდი რესურსი, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური, რომ მივსულიყავით იქამდე, სადაც მივედით და ასევე მე საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების პრიზმიდან საუბრობ ყოველთვის, როდესაც გვეუბნებიან, რომ აი თქვენ ჩვენს რეიტინგზე საუბრობენ აყურებაზე, მეც ვიყავი გაოცებული, როდესაც შედეგები ვნახე და როდესაც გეტყვი, ალბათ ვიცი რომ ძალიან გვაინტერესებს. ნიშნულოვანი არის რომ ვთქვათ და ალბათ უნდა ვთქვათ, რომ მარტო სოციალურ მედიაში სატელევიზიო ანალოგურ ყურებას რო თავი დავანებოთ, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, იმიტომ რომ ერთადერთი არხი ვართ, რომელსაც ყველა პლატფორმაზე სრული წვდომა აქვს, დაფარვა ქვეყნის, ეს არის უმნიშვნელოვანესი. გარდა ამისა, 28 მილიონი ნახვა აქვს მხოლოდ Facebook-ზე და როდესაც დაჯამდა ეხლა დავუშვათ YouTube, TikTok, Instagram, ყველა პლატფორმა მნიშვნელოვანია, მივიღეთ ციფრი 48 მილიონი ნახვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე სულ ვამბობ, ეს არის ჩართულობა. ერთი არის ნახვა, მეორე არის როგორი რეაქცია აქვს ადამიანს. 1,600,000 რეაქცია და გაზიარება აქვს. 1,600,000 ჩვენი პოპულაციისთვის ეს არის არარეალურად დიდი ციფრი, იმ ხალხური დავარქვათ ხო, არაპოპულარული იმ გაგებით, რომ მეინსტრიმი სხვა არის და სხვა რამე ხდება ჩვენს გარშემო, პლუს კიდე პერიოდი, კონტექსტი, ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ სრულიად რეკორდულია და მე ულოცავ ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ ის არ დაგვიკარგავს, რაც გონია და გვეჩვენება, რომ აღარ არის. ის აქ არის და ეს არის ჩვენი ქვეყანა საქართველო. ბედნებას დავამატებ ახლა თავდაბლობის გარეშე იდეაა, მაგრამ ხა მარცვალი კლდეზე თუ დაეცა იდეების მეტი რა გვაქვს, ხა იდეები აქაც შეიძლება უამრავი დაიყაროს იდეას. მაშინ აქ ფასი როცა ის ხორციელდება და როცა ის რეალობაშია. ერთი იყო რომ ამაზე დავიწყეთ მუშაობა, უკვე ეს არის ესე ვთქვათ, მართლა წლები გავიდა და რაც გქონდა ჩვენაც ცოტა გვაშფოთებდა და ვფიქრობდით, ერთი იყო რამდენად მიიღებდა, მეორე რამდენად იყო ნიადაგი. ტელევიზიაში რომ ამის ინტელექტუალური და კულტურული ძალაუფლება ქონდა, ამაში დარწმუნებულები ვიყავით. თუმცა და მას გარკვეულწილად ესე ეს ჩვენი ძალის მომცემი იყო, მაგრამ აი რამდენად იქნებოდა ეს ქვეყანაში ამის საფუძველი იქ იყო ჩვენ დადათო რომ ჩაერთო უკვე ფილმაზე რაღაცას ვეჭვავდით იქ ამობდით რომ კი რაღაცას იღე. აღმოჩნდა რომ ეს აი ჩემთვის რაც იყო დიდი აღმოჩენა, თუ შეიძლება ითქვას, აი თავიდანო ახსენე ხო? რომ ეს თავიდან შემიყვარდა ეს ამბავი, მაგრამ თურმე ამოშვა რამოდენა პოტენციალია ქვეყანაში და ეს როგორ თურმე ვითარდება. ეს კი არ არის რომ მარტო სადღაც სამუზეუმო ექსპონატია და ჩილმარ შეგვიჭამოს. არა, როგორ ვითარდება ახალგაზრდები, როგორ არიან, როგორ იმაშობიან, როგორ ცეკვავენ, ოჯახები ჩართული და ჩვენ ჯერ მხოლოდ გაგებით ხოლოდ რაღაცა პირველი აი რაღაცა ფურცელი აი ნახევარი ფურცელი გადავშალე და ეხლა ეს აი იფეთქებს მე აქ ჩვენ საუბრობთ ხო იქ ემიგრაციაზე არის ლაპარაკი რომელიც ამაში ესე ჩაერთვება და აი მართლა გრანდიოზული იქნება ეს ამბავი და კიდე უფრო ესე ვთქვათ ფესტივალის რეალურად დავარქვით და რეალურად ფესტივალის დავარქვით და ძალიან მე მინდა ხათ რა ვიცი აქ იმდენი თანამშრომელი იყო ჩართული და ისე აქტიურად რომ როგორც ერთს ხო გუნდი მთლიანად ერთ ადამიანს ვერ გამოაკლებ ამას რომელიც აი იმიტომ რომ ეს ისეთი სხვა მიდიოდა რომ აქ რო თავიდანვე ეს დიდი ოპტიმიზმი არ შეხვედროდა ამ პროექტს და რწმენა, ნუ სასაკროლი არ გამოვიდოდა ხა რო ეთქვა იძახე ეს იდეა და იძახე ხა თუ ყველა გეტყვის რომ ხა რა დროს ეგ არის და აგერ ახლა ჩვენ აგერ მოდი ესეთი სულ რამდენი დღეს ნამდვილად განხორციელებას და თვითონ ხარისხს გააჩნია რა ხარისხს ამას სხვადასხვა მაგარი სტიმული მოგცა თუ იდეებია რომ კიდე იდეები ტრიალებს რომ აი ამ ტიპის რაცაც ეხება ჩვენს ნაციონალურ იდენტობას აი ესეთი პროექტები ესე ვთქვათ წამოვიდეს და ჩვენ ამისი
არ შეგწყვეტ შვედრით ის არის. ნამდვილად. მე მინდა დასასთან და ხატყო ერთის მხრივ რომ თურმე საზოგადოება ნამდვილს ხარისხიანს ქართულს და საკუთარს ელოდა და ამის შეთავაზების ამის ნაბიჯის გადადგმა რაღაცნაირად ფსევდოკულტურულ მორღვევად იქცა და რთული კონტექსტი აღმოჩნდა რატომღაც ჩაკეტილი წრის პრინციპი გამოვიდა და უცებ ეს ამ ნაბიჯმა აჩვენა რომ აი რა დოზით ენატრებოდა და რა დოზით უნდოდა ეს ხალხს და რა ხარისხით შეეძლო რაიონულ გუნდებს, აი რომლებიც საერთოდ ისეთ მივიწყებაზე იყო რეპეტიციის ფუნქცია დავკარგეთო და გავცოცხლდით ამ შემთხვევაში. თავიდან დაიბადა ეს გუნდები. ეს მათთვის ძალიან დიდი мотиваცია. აი რაიონული გუნდები სოფლიო დონის რანგის ხარისხში არიან და ისეთი ნახტომი გააკეთეს მოკლე დროში თავიანთ შემოქმედებაში, რომ თვითონ თავის თავს არ უჯერებდნენ, რომ ეს ხო ჩვენ ვიდექთ სცენას და ესე გამოვიდა თურმე რა კარგად გვიმღერა რა კარგად გამოსულათ როგორ მომზადებულ ვართ და ეს მოხდა საკმაოდ მოკლე დროში და არ დაგვაუწყდეს რომ ეს არის პირველი პროექტი და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. კი ბატონო და თან ისეთი გულშემატკივრობის რანგში, ისეთ რანგში ასული გულშემატკივრობა ნებისმიერი მონაწილის გავარდნას ისე რეაგირებს ხალხი და ისეთ დღეშია რომ გიორგი დამეთანხმება რომ აი ძალიან დიდი პოლემიკის კიდევ აი გვერდიდან შიგნიდან გვერდიდან მაცქერალიც აი თქვენ გითხეთ ნერვიულობი თუ არა. ეხლა მე დიცაიდულოს არ ვიტყვი, მაგრამ აი ეს მეგა შოუები და თილამ სწორად თქვა ეს მეგა შოუ. უნდა გითხრათ ერთი რამე ტელევიზიას გავიცადე რა არის მეგა შოუ. მეგა შოუს ბიბლიას ყიდულობენ და მათ შორის თქვენ რო უყურებთ და ძალიან პოპულარულია რაღაცა ყოველი გაღიმება წამყვანის რომელიც აი ესა გაუცებული სახეები რო არის რაღაცა ეს ყველაფერი დაწერილია, ეს ყველაფერი დადგმულია. ნუ ჩვენი შოუდან განსხვავებით. აი აქედან განსხვავებით. პირველი ამას არ ქონდა არავითარი ეგეთი და ვერც ეკდებოდა და თვითონ ეს ყველაფერი იყო ნაღდი თითოეული რეაქცია და ესე იქნება. ამას ვერ დადგა, იმიტომ რომ არც არა ეს ვიღაცას გაუკვირდა, ვიღაცამ შეიძლება ორჯერ ერთი და იგივე სიტყვა გაიმეორა, ზუსტად ისე არ იყო, მაგრამ ეს არის ნამდვილი ხალასი და ბუნებრივი. ამიტომ ეს ნამდვილად არ არის მეგა შოუ. აი მეგა შოუში რომ აი მე უყურებ ხოლმე არა ვარ ამისი აი თვარა. აი გაუცებული სახეებით რომ შეეცქ ეს წერია იქ ყველაფერი. ამ მესამე წამზე უნდა გაიოცოს. აქ უნდა ერთმანეთს გადახედონ. სოციალური შენ რა გეწერა? აქ ეს არ არის. გიორგი რო იდგა იქ უკან და იბათელა ეს ყველაფერი არის ნაღდი, მე ხო უყურებდი. ხო და აი მოდი თავის სოციალურ ემოციებზე რომელიც მას ჰქონდა უშუალოდ მონაწილეებთან შეხებისას. მოცეკვავდა ლიზა და შენ რო დახტოდი, ეგ გეწერა. ბუნებრივი იყო, რა თქმა უნდა, ეთყობა კიდევაც ყველაფერი ბუნებრივია, მაგრამ ჩვენს განსხვავებით ყველაზე მეტად რაც მინდა გითხრათ, რომ ერთ მონაწილეებს შორის ერთმანეთ დამოკიდებულება ერთმანეთს შორის ყველა იყო ძალიან გულშემატკივრობდა ერთმანეთს. ეგეთ რაღაცები ძალიან იშვიათად ხდება. იყო ხოლმე კულისებში ერთად უსწრაფად იმღერებდნენ რაღაც სიმღერას ერთად. მოკლედ დიდი ამბები ხდებოდა ცალკე კიდე კულისებში და იგრძნობოდა საერთო რაღაც ენერგეტიკა, რომელიც არ იყო გათვლილი კონკურენციაზე და არაფერს და იყო რაღაც ერთიანობის და შოუ იქნებოდა კულისებში განვითარებული ამბები და სასიამოვნო ეს იყო ჩემთვის. ქალბატონ თინას მინდა ვკითხო პრიზის შესახებ, რომელიც სპეციალურად ხალხურისთვის შეიქმნა. ესე იგი პირველ რიგში ყველაფერი რო არ თქვა და ფინალს რო დაელოდოს მაყურებელი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სიტყვა სიურპრიზიც არ მიყვარს უბრალოდ ჩვენი ასე ვთქვათ მოულოდნელი ჩვენ რა სიხარულიც მივიღეთ ყველამ და ჩვენმა მაყურებელმა ეხლა ჩვენ უკან როგორ უნდა დაუბრუნოთ ამ მონაწილეებს ვერ ვიფიქრეთ და თვითონ შოუს განმავლობაში ეს ყველაფერი იქნება ნანახი ეს პრიზი არის ზარაფხანას მიერ ესეც ქართული ეროვნული იდენტური არქეოლოგიური გათხრების ცნობილი თამადა რომელიც ასე ვთქვათ სიმბოლო გახდება ამ ფესტივალის, თუმცა მე მაინც უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ესე გვეჩვენება, რომ ძირითადი პრიზი და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი კულტურის გატანა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს საზღვრებს გარეთ. ეს არის ალბათ მთავარი პრიზი და გადაჭარბების გარეშე გამარჯვებული გაემგზავრება გერმანიაში, რუდოლშტადტში ყველაზე დიდ და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე დიდ ხალხურ ფესტივალზე დათო ცინცაძე ნამყოფია და მე ემოციურად ვკითხოთ, სად იყო მოხვედრილი, სადაც 100,000 ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, 150 მონაწილეა და 300 კონცერტია. თვითონ ციფრებს რო დაუკვირდები, არარეალური რამ ჩანს. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ უკვე აპრიორი ვიცით, რომ ერთ-ერთი გამხსნელი იქნება ქართული ნომერი და აპრიორი ვიცით, რომ გამარჯვებული ასევე ცალკე კიდე კონცერტს ჩაატარებს დამოუკიდებელ
აუცილებლად არა მხოლოდ მონაწილე იქნება, როგორც ერთი მონაწილე, არამედ დამოუკიდებელი საკონტრაქტო პირობა იქნება, რაც ვფიქრობ, რომ საუკეთესოა, რაც ჩვენ არხს შეეძლო გაეკეთებინა გამარჯვებულისთვის, მიეცა мотиваცია და ქართული კულტურა გაეტანა ყველაზე ერთ-ერთ ფართოთან ხალხური ეროვნული. მოდით, ეხლა რადგანაც დრო ძალიან ცოტა გვაქვს, 4 ვესგან მინდა, აი ძალიან ორ სიტყვიანი შეჯამება. რა გველის ერთ კვირაში? ანუ 22 მე ჩემ დროს დავუთმობ დათოს და დათოა საინტერესო მოწვეულია და გვისმენს და მე ჩემ დროს დათოს ვუთმობ ძალიანად რომ ერთ კვირაში გველის ერთიანი იმ დიდი სურათის ხილვა, რასაც ქვია რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ამ კონკურსის თუ ამ ფესტივალის სახით, სადაც მერწმუნეთ და ხმამაღლა ვიტყვი ამას. ყველა კონკურსანტი თანხმდება იმაზე, რომ ეს არის მათი ხარისხის ზრდა და ქართული ხალხური სიმღერის გამარჯვება, რაც აერთიანებს ქართულ სიტყვას, მუსიკას, ქორეოგრაფიას და იმ ძველ კულტურას, რომელიც ღვინოსთან ერთად იქნა დაწყებული. და ეს უწყვეტობა გრძელდება დღემდე და ეს საზოგადოებმა უწყებელმა გაკრიალებულად, აი ბრჭყვიალებით მიართვა საზოგადოებას და საზოგადოებმაც დიდი სიხარულით, მათ შორის მეც, როგორც ამ დარგის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დიდი მადლიერებით მივიღე და მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი მასწავლებლები, ის ადამიანები, ვისგანაც ხალხური სიმღერა მართლა მხრებით მოვიდა, ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის რთულ პერიოდში, ვინც წმინდანად შეირაცხა ამის გადარჩენისთვის, ის ადამიანები ზუსტად ვიცი რომ მადლ ფეხი, აი ესე გვეწეოდნენ ყველა საქმეში. დიდი მადლობა თქვენს ორი სიტყვით. გიორგი, მე დათომ ისეთი რაღაცები რა უნდა თქვა. კი ბატონო, უბრალოდ ერთი რამ კიდე მინდა მე ვთქვა შეჯამების ნაწილში, რომ არაერთხელ გავიმეორეთ, რომ ეს არ არის კონკურსი და ამას ხას უსვამთ. კონკურსია როგორც ფორმაა კონკურსის, თუმცა ეს არის ფესტივალი, სადაც ყველა გამარჯვებულია, იმიტომ რომ იქ ისეთი მონაწილეები ყავდა და ეხა თითეული რო ჩამოვთვალოთ, ჩვენ მე ყოველი გაგდების ჟიური რო იყო ესეთი გასვლის, ანუ ამ დატოვების კონკურსი ძალიან ღელავდით და ნერვიულობდით, იმიტომ რომ თითეული მართლა რაღაცა ტიპის მარგალიტია და როგორ შეიძლება ეს ფილმი, მაგრამ ნუ ესეთი პირობაა, ხო? ამიტომ თითოეულ მათგანს მე მადლობას ვუხდი, ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ასაკოვანი ადამიანები, რომელსაც ჩვენ კი ვამბობთ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია, თუმცა ძალიან დიდი ენერგია ჩადეს იმაში, რომ საკუთარი თავი წარმოედგინათ, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება მიიღეს და მაყურებლისთვის მე მგონია, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა, კვირას 10 საათზე ექნება მხოლოდ სიყვარული ქვეყნის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შევახსენოთ ფინალისტების შესახებ ჩვენს ტელემაყურებელს, ესენი ფინალისტები არიან შემოქმედი, ფერხისა, ჭვანა, ბედინერა, შემოძახილი, გურჯაანი, ახალი ბანა, ბერელიძეების ოჯახი, იამე და შგარიდა. ჩვენი გადაცემის სტუმრები აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. კი, ყველა მთელი საქართველოს ჩართულია. დიდი მადლობა ხალხურის შესახებ საუბრობდით. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, დავით ცინცაძე, პროექტის მუსიკალური კონსულტანტი და პროდიუსერი და გიორგი ასანიშვილი, მეგა შოუს ხალხურის წამყვანი. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო.